ახლა ვუყურებ რა გაშლა გავუკეთო ჩემს გამომწერებს მოგესალმებით ძვირფასობო და რაღაცა ძალიან გაბრაზებული ხართ. რამდენი ხანია ვატრიალებ ამ დასტას ხელში, გაბრაზებული ხართ რატომღაც. მოგესალმებით ძვირფასებო. რეზონანსის სიზუსტე დამოკიდებულია თქვენს გახსნილობაზე. გაიხსენეთ დასტისთვის, პროგნოზისთვის და ვნახოთ რას გიკარნახებთ სამყარო. როგორი სწრაფი პროცესებია მოსალოდნელი. ტრანსფორმაციის პერიოდი გვაქვს. გამოჯამთველების, ორსულობის, გამარჯვების ტრანსფორმაციის პერიოდი გვაქვს. მოდის შესცხოვრებაში კეთილდღეობა, სწრაფი პროცესები, ვიტყოდი ძალიან სწრაფი ბალანსირდები, იქ სადაც ზედმეტად ბევრი იყო გაცემული თქვენი ენერგიებიდან ეს ყველაფერი როგორც ჩანს ახლა ამ ეტაპზე გიბრუნდება. ეგ შეიძლება იყოს მატერიალური, შეიძლება იყოს ფინანსური, შეიძლება იყოს გრძნობების, სადაც ძალიან ბევრი გაიცი და სადაც გიბრუნდება ახლა ეს საკუთარი ენერგიები, ენერგორესურსები. აი ესეთი სწრაფი პროცესების პერიოდი გაქვთ. ნახოთ რას მიჩვენებს. ცოტა გაბრაზებული ხართ, ბევრი ეთყობა ხო, ამიტომ ამოდის შიშები, გაბრაზება, კონფლიქტები, რაღაცა ფინანსებზე კონფლიქტობთ, ოჯახებში კონფლიქტობთ, ან ოჯახის წევრებთან კონფლიქტობთ. ბრუნდება თქვენი ენერგია. თქვენ უფრო მეც იმსახურებთ, უფრო დადებით და უფრო მეტ ენერგიას ვიტყოდი. სიამოვნებით დავაბრუნებდი დროს უკან მიჩვენებთ, რატო რასთან დაკავშირებით? რაღაცა დამთავრდა, თვლით რომ არ უნდა დამთავრებულიყო. ვიღაცასთან რაღაცა მთავრდება, ან დამთავრდა, ან რაღაცა კრიზისული პერიოდია, ან ვიღაცა მეგობარმა თქვენმა რაღაცა დაამთავრა თქვენთან დაკავშირებით. რაღაცა დამთავრდა ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. ან მთავრდება რაღაცა არსებული საკითხი, ხო? უახლოეს პერიოდში. თქვენ ამისათვის მზად არ ახართ. რატო უნდა დამთავრდეს მეკითხებით? რაღაცაზე ბრაზდები. რაც არ უნდა იყოს ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ, რომ რასაც არ უნდა ეხებოდეს, იცოდე, რომ ეს ყველაფერი იყო, ასე ვთქვათ, განწირული, იცი, ანუ ცუდი ნეგატიური ინფორმაცია მოქონდა, თქვენთვის ინფორმაციური საკითხები მოქონდა, საკითხი იქმნებოდა ინფორმაციულად ნეგატიური, შეიცადეთ განთავისუფლდეთ იმისაგან, რაც მთავრდება. რაღაცნაირად აი არ ელოდებოდით რომ დამთავრდებოდა ნეტა რა არის არ ვიცი, ბევრი რაღაცა ამოდის, ერთად ფინანსები, ურთიერთობაც და საერთოდ ბევრი რამ, მაგრამ რაღაცა რაც დამთავრდა, ამისათვის მზად არ ვარ რომ მიჩვენებთ. შეიძლება წარსულზე იყოს საუბარი, შეიძლება წარსულზე ხართ გადავარდნილი, შესაძლოა წარსულის მხრიდან მოდის ეს ინფორმაცია თქვენთვის და შესაძლოა ზუსტად დღეს ფიქრობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ სწრაფი პროცესები მე ვიტყოდი რომ თქვენ ცხოვრებაში ძალიან სწრაფად ყველაფერი დაბალანსირდება და აი ეს რაც დამთავრებულია, ასე ვთქვათ, ხო, მომავალში განულებულია კი ბატონო. მომავალში მოაქვს ამ ყველაფერს ძალიან დიდი ბრძოლის შემდეგ ძალიან კარგი ტრანსფორმაცია წარმატება და გამარჯვება, ძვირფასებო. გამარჯვებაც მოაქვს. ასე რომ ნურაფერს ნუნანობთ, რაც ჩაიდინეთ, რაც ვერ ჩაიდინეთ, რაც ჩაიდინეთ, რაც გინდოდა ჩაგედინათ, ვერ ჩაიდინეთ. ანუ რაღაცნაირად აქ ეს საკითხი იყო განწირული, რაზეც დღეს სავარაუდოდ ნერვიულობ და რის გამოც ხართ გაბრაზებული. დამიწერეთ რატო ხართ გაბრაზებული. ძალიან ცვალებადი მოვლენებია და ძალიან ხილული გახდება ყველაფერი. ვიღაცა გაიგებს აქ ადამიანის შესახებ, ვისაც ძალიან ან მოსწონს, ან უყვარს, ან პატივს სცემს. იგივენაირი შეცდომები არ დაუშვათ და დანარჩენი ჩემო
ძვირფასებო, ასე ვთქვათ, დაალაგდება, ძალიან ძლიერები ხართ, არკან ძალაში ხართ, ძალიან სტაბილურები ხართ, ძალიან ცვალებადი მოვლენებია, ოღონდ ცვალებადი დადებითობისკენ იცვლება ყველაფერი, ძალიან ხილული გახდება ყველაფერი გაირკვევა და აი გამჭირვალი იქნება თქვენთვის ეს ყველაფერი, რასაც დღეს ნერვიულობთ, განიცდით, რაზეც ფიქრობთ, რაზეც დარდობთ, რაღაცნაირად სიღრმისეულად გაანალიზებთ ყველაფერს, სად სპექტაკლი იყო, სად არა, სად ნიღბებით იყვნენ, სად არა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი გაირკვევა და კიდევ აქო ვინელოდებით ორსულობას, რაღაცა გაირკვევა ორსულობასთან მიმართებაშიც. რა პროცესებია კიდევ მოსალოდნელი? ვა, ესე იგი ძვირფასებო, რა მინდა გითხრათ იცით? სიტუაციაში, რომელშიც საერთოდ მოგება არ იყო, აი საერთოდ რომ ვერ პოულობდით, გამოსავალს ეძებდით, არ ვიცი რას ეხება, ვიღაცა სამსახურს ეძებს, ვიღაცა რაღაცას წყვიტავს, ვიღაცა კონფლიქტშია, ხო? ვიღაცა რაღაცას ელოდება, სტაბილურდება სიტუაცია, სადაც მოგება არ ჩანდა, სადაც შერიგება არ ჩანდა, სადაც ვალს არ გაძლევდნენ, სადაც რაღაცას გართმევდნენ და დაიწყება სრული წარმატება აი ამ საკითხთან მიმართებაში. რაღაცა რთველის პერიოდი გაქვთ, ფინანსების პერიოდი გაქვთ, რაღაცას იღებთ, რაღაცას ასე ვთქვათ, აფორმებთ, რაღაცას ყიდით, ან სამუშაოს იწყებთ, ან ბალანსირდებით ფინანსებში, რაღაცა კარგი დადებითი ცვლილებების პერიოდი გელოდებათ. სწორს ვამბობ, ნახოთ. ხო, რა თქმა უნდა, იმპერატრიცა ქალი ხართ, რა თქმა უნდა, სწორს ვამბობთ. ყველაფერი ნეგატიური სამართლიანად სრულდება, მთავრდება, თქვენ გადადიხართ არკან სამართალში, უზანაესი ძალა თქვენზე ბრძოლობს, თქვენს წარმატებაზე ბრძოლობს და დახმარების ნიუანსები ჩანს უზანაესი ძალის მხრიდან. მტრები ისჯებიან ძვირფასებო თქვენ. ხმას აღმართავთ და იტყვით, რომ ამ ეტაპზე მე ყველაფერი გამომივა. ძალიან ფანტასტიკური გაშლა გვაქვს დღეს წარმატებები.